რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა დაახლოებით 140 ხმით, აქედან გამომდინარე ასეთი, ასე ვთქვათ, უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული და აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ ალტერნატივა გადაწყვეტილება მუშაობის შეწყვეტის თაობაზე. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, ის პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში, რასაც ხედავთ, ბუნებრივია ჩვენ განვახლებთ ჩვენს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე ამის ვერავითარ ვერ ხედავთ. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის საკვანე, როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი არის აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენა შემიძლებით. თქვენ გახსოვთ, მაშინ განსაკუთრებით შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლებს უტარებდნენ ტრეინინგებს USAID-ის დაფინანსებით კონკრეტულად რევოლუციურ პროცესებთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიეყენებინათ ბულდოზერი სამთავრობო შენობებზე და მათი წინამორბედები ამ გრანტებს უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა 3 თვით და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის ცდილობები.